მოგესალმებით, როგორ ხართ? სალამი. მოკლედ მიკროფონი დამრჩა იქით და მე გამახსენდა კომენტარი, რომ შენი ხმავა ის ძალიან გამეცინა. შენი ხმა ისე ისმის თითქოს წყალში რაღაცა ხო რაღაცა იგითი და მეც მაგას ვფიქრობდი, რომ უსმენდი მეთქი რატო ესეთი უცნაური ხმა და თურმე ეს მიკროფონები მე ხო არ ვიცი, სწორად არ ვიყენებ უბრალოდ, თორემ არ განსხვავდება ყველა ერთნაირია თითქმის. ნუ ხარისხით შეიძლება განსხვავდებოდეს, ახლა ეს არის ძვირადღირებული და უბრალოდ ისე ვიყიდე, რომ მინდოდა და გამიხარდა მოკლედ. მაგრამ ის რომ ჩემს ხმას ცვლის და ჩემი ხმა არის მის ისეთი როგორიც არის, ახლა არ არის მაინც და მაინც იდეალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ბოლო ერთი თვე რა ვიცი, ერთი-ორჯერ ვიყავი გაციებული, მერე ეს დღეები მაგა დავმალო და ნაყინი. არ ვიცი, როდესაც მაქვს ესეთი სტრესული, ვინ როგორ უმკლავდება თავის დაღლილობას ან მოწყენილობას და რაღაც მსგავს შეგრძნებებს, არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მშველის ცივი, მაგალითად ხილი რო იყოს, ხილიც ცივი უნდა იყოს, ნაყინი. ყინულებს არ ვჭამ, მაგრამ არც მაგაზე ვიტყოდი, უარს უბრალოდ კბილებს ვუფრთხილდები. ხო და ძალიან მაქვს გაღიზიანებული ყელი, ამიტომ ხმა ისეთი არ არის ახლა. ალბათ მაისისკენ იქნება. ხო, მიკროფონს რაც შეეხება, როგორც გავიგე, ეს მიკროფონი ძალიან ახლოს უნდა გეჭიროს და მე კიდე ხან იქით ვაქნევ ხელებს, ხან აქეთ, ხან ესე და არ უნდა იმოძრაო და ესე უნდა გეჭიროს და რაღაცას მოვუფიქრებ და ვცდი. თუ დავამუღამებ როგორ უნდა, მაშინ იმ შემთხვევაში თუ არა და ისე თუ ხმა უნდა დაიკარგოს და რაღაც არა ვისწავლი, მე ესე მგონია, რომ არასწორად ვაკეთებ, იმიტომ რომ გოგოების ვიდეოებს რო ვუსმენ ხოლმე, სულთად ისმის ხმა, ახლა ცოტა ის კი ეტყობა, რომ მიკროფონით არის, მაგრამ ცოტათი მაინც ცვლის ხმას და თუ არა და მე როცა ესე ვწერ YouTube-ისთვის ვიდეოს, CapCut-ში ის მაქვს ნაყიდი რაღაც, რომ ვამონტაჟებ ვიდეოს, შემიძლია ხმას ვასუფთავებ, იქ რაღაცებს შემიძლია ფერებით შევცვალო რაღაც, უბრალოდ არ ვაკეთებ ხოლმე ესე. მხოლოდ ხმას ვუწევ, იმიტომ რომ ზოგიერთ მობილურში ძალიან ხმადაბლა ისმის, თუ კი ხმას არ ავუწევ, ნუ რაღაცებს ვცვლი, ცოტა რაღაცებს. ასე შემოგარგებ, ამიტომ მიკროფონს მოდი ესე ვიზამ, ჯერ ჩემთვის გადავიღებ რაღაც ვიდეოებს და იქ მესიჯები მოდის, აქ რაღაც ჩატში ვარ და როცა ვიხვდები, რომ უკვე კარგად შემიძლია რომ გამოვიყენო ის მის გაშრობა ვეღარ მოვასწარი ბავშვებს, რომ ეძინათ დამეს არა აქეთ გამოტანა ვენის და დატოვე ესე. ხო, რაც შეეხება მიკროფონს, კი ბატონო, გეთანხმებით. ახლა ვერ დაგეთანხმოთ და შეგეტავ. ნამდვილად უნდა დავამუღამო, ასე ვთქვათ. და ჩემთვის გადავიღებ რაღაცას და ისე ვიზამ. რაც შეეხება კომენტარებს, მინდა მადლობა გითხრათ. მადლობთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. რა ცოტა ხანში YouTube-საც მოვალ. სტრიმებით. დედიკოს ველოდები, ჯერ დედიკო მოვიდეს და მერე ვაპირებ. ხო, თვის ბოლოს ჩამოვა და მერე ვნახოთ. ხო, და TikTok-ზე მაქვს სტრიმები. მოკლედ, ასე ვთქვათ, ჩემს ერთფეროვან საღამოებს. ხანდახან გამხიარულდებით ხოლმე. ხან ვიმღერებთ, ხან ვისაუბრებთ, ხან ისე და ხან ასე. ხო. მე როგორ უმკლავდებით სტრესს, საინტერესოა.
იძინებთ საღამოს იმ ფიქრებით, რომ რაღაცის გაკეთება გინდათ და ვერ გააკეთეთ, ან დრო არ გქონდათ ამისთვის, თუ როგორ? ეს უნდა გავუკეთო განათებას მეორე მობილურის მისამაგრებელი. ასე და ამგვარად, ხო, მადლობა მინდა და მეთქვა. ასევე არაფერზე არ იფიქროთ ესე ძალიან გამეტებით. მაგალითად, რომ ვერ შეცვალე რაღაცა ძალიან გინდოდა რომ შეგეცვალა. რაღაცა არ გამოდის ერთმა ადამიანმა ერთი-ორი კვირის წინ მომწერა და მითხრა რაღაცეები, ჩემზეც იყო ეს, მაგრამ რჩევას მეკითხებოდა. დავტოვებ ისე არ ვიტყვი, ვინ იყო ეს ადამიანი, ძალიან კარგი გოგოა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გოგო არის და თუ ახლა მოისმენს ამ ვიდეოს, მე მგონია, რომ მისმენს და მოისმენს ამ ვიდეოს, ჩემს საუბარს, მინდა რომ რაღაცნაირად ვუპასუხო კონკრეტიკის გარეშე. არ დავაკონკრეტებ რა კითხვა იყო, როგორ უბრალოდ ჩემი პასუხი, მაშინ რაც გავეცი, რაც მართლა გულით მინდოდა რომ მეთქვა მისთვის, ვუთხარი ყველაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ყველამომწურავი და რა თქმა უნდა ბევრი რამ ვერ ვუთხარი და იმის შესაძლებლობა რომ პირისპირ ყოფილიყო ჩემთან არ მქონდა და ესე რომ მეთქვა დრო რომ მქონოდა რომ საუბრობთ რაღაცა დიალოგი გვაქვს და მე ვცვლით აზრებს და ვეუბნები მეც რომ ესე და ესე რაღაცა სხვა მხრივაც და არა მარტო დადებითი. იცით, ხანდახან ადამიანებს კი უნდა ვუთხრათ ის, როგორ ვუმკლავდებით ამა თუ იმ პრობლემას, მარტო გამკლავების ამბებზე იყო აქცენტი და რაღაც საკითხებთან. უნდა ვუთხრათ, რა თქმა უნდა, რომ ასე და ასე, ესეთი დადებითი მხარე აქვს რომელიღაც პრობლემას, მაგრამ ხშირად იმ აზრებით, რომ დავეხმარებით, თქვათ, დადებითი პოზიტიური კუთხით დავანახოთ პრობლემის გადაჭრის გზები, გვავიწყდება ვუთხრათ ასევე მე დამაკლდა ეს დავფიქრდი, ამაზე ვფიქრობდი და ის რაღაცით მომაქვს აქ. გვავიწყდება ვუთხრათ ყველაზე რთული მომენტი როგორი იყო, რანაირი იყო, რომ ეს მომენტებიც იყო, როცა არაფერიც არ გვარდება და თუნდაც ორ დღეში რო გაქვს რაღაც გასაკეთებელი, რომ ვერ გააკეთე და შემდეგ უკვე გააკეთებდი თუ არა იმ რაღაცას, ისეთი მნიშვნელოვანი აღარ იყო, იმიტომ რომ იმ დროში უნდა მოგესწრო. ამიტომ ის რომ რაღაც დროში ვერ ჩაეტიე, ეს შეგრძნება ადამიანს, განსაკუთრებით დედებს, რომლებიც თქვათ მარტო ასრულებენ თავიანთ სახლის სამუშაოს, ბავშვების ყველა რაღაცა პრობლემას, ერთი ბავშვი იქნება, ორი თუ მეტი და რაც მეტია, რა თქმა უნდა, უფრო მეტი რაღაცეებია და სხვა დროს და სხვა ასე ვთქვათ, ხო, ამბები. გვავიწყდება ვუთხრათ, რომ კი არის ესეთი მომენტი, რომ უბრალოდ ესე ჩამოჯდები და საერთოდ ვერ ხვდები რა უნდა გააკეთო, ისეთი, რომ ყველა და ყველაფერი იყოს კარგად. და როცა ფიქრობ, რომ ყველა და ყველაფერი კარგად იყოს, ეს არის რაღაცა სიგიჟეს გავს. ჯერ ერთი რომ ვერასოდეს, როგორი კარგი ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს და ვინც არ უნდა გყავდეს ირგვლივ, ვერაფერს ვერ გათვლი ისე რომ იყოს იდეალურად. მე ვისთვის რა არის იდეალური? ამ შემთხვევაში ამ მოცემულობაზე რო ვისაუბროთ, კი უბრალოდ ზიხარ და ტირი ხარ, უბრალოდ არ ურეკავ მეგობარს, არ ურეკავ დედას,
არავის არ ურეკავ, იმიტომ რომ აი ეს არის შენი ცხოვრება და ამ მომენტში ეს არის აბსოლუტურად შენი ცხოვრება და ვერავის ვერ აუხსნი როგორ გრძნობ თავს. და ის რომ მე შენ რაღაც დროის მერე გეტყვი უკვე გადალახულ საკითხზე, როცა რაღაცას გადალახავს ადამიანი, რა თქმა უნდა, კარგად გრძნობს თავს. უკვე იმდენად მოგეშვება გულზე, როცა მოაგვარე რაღაცა, რომ ისე რთულად უკვე მადლიერების გრძნობა, მე მაქვს ხოლმე ესე, რომ მადლიერების გრძნობა, რომ მე რაღაცები უცებ მოვიწყდება, რომ აი რამდენი რაღაცა სირთულე რო გადავიტანე, მოვიწყდება მართლა. განა ის რომ სამუდამოდ მოვიწყდება, რაღაც მომენტში გამახსენდება რაღაცა გამახსენებს, ან ვიღაცა გამახსენებს, რაღაც მაგალითი ან რაღაცა მოვლენა დამაკავშირებს ისე ხო მოგონება გაიგვიწევს ასე ვთქვათ და შეიძლება მაგ დროს გამახსენდეს რომ აი ეს როგორ ეს გადავლახე ის მაგრამ აი უკვე რაღაცეები რომ აქვს გადალახული რა თქმა უნდა ამას პოზიტიურად აღვიქვამ და როცა ადამიანები მეკითხებიან რაღაცას მეც ესევე უბნები მაგრამ არ არის ესე მე შეიძლება იმ ადამიანმა იფიქროს რომ აი ამან ესე კარგად როგორ მოახერხა არ არის ესე არავინ არ იფიქროს რომ ვინმე რაღაცა არა იცით ხანდახან არის ხოლმე მომენტები ეს ვიდეოები რომ ხდება ახლა გუშინაც შეხვდა ესეთი ვიდეო რაღაცა ის იყო იაპონური მე მგონი თუ კორეელები იყვნენ თუ იაპონელები არ მახსოვს ძალიან ბევრი ვიდეო არის ეს დედების აი შემდგომი ორსულობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდი და ის რამდენხან შეიძლება გაგრძელდეს და როგორი მხარდაჭერა სჭირდება ადამიანს ქალიც ადამიანი ჩვეულებრივ და რა თქმა უნდა მასზე ესეთი ფსიქოლოგიური მერჯავრთელობის ამ ბავშვით ძალიან ყველაფერი 1-2-3 წელი მაინც მინიმუმ ყველაზე ცოტა ისიც თუ რა თქმა უნდა აქვს დასვენების საშუალება, ძალების აღდგენის, რაღაცა დახმარების ხელი, ხო და თუ ეს არ აქვს, მაშინ რა თქმა უნდა გაცილებით მეტი დრო სჭირდება, რამოდენიმე წელი, ხო მაგალითად ელასთან მე საერთოდ არ მიგრძნია, ელა რო გამიჩნდა, არ მიგრძნია ეს პროდუქტებს, აი როგორ აი გეტყვით როგორ რატო არ მიგრძნია, მე ვიყავი დედა მხოლოდ ბედნიერი ვიყავი იმით რომ ვარ დედა და ვტკბებოდი მე ერთადერთი ასე ვთქვათ ეს პერიოდი იყო როცა გამიჩნდა შვილი და მართლა მხოლოდ შვილზე და ჩემს თავზე ვფიქრობდი მე არ დავდიოდი პროდუქტების საყიდვად მე არ ვალაგებდი სახლს ვალაგებდი ჩემს ოთახს მაგალითად მე რაც მსიამოვნებდა და რაც როგორც მინდოდა რომ გამეკეთებინა მაგრამ დანარჩენი სხვა ყველაფერი იყო მოგვარებული ჩემს გარეშე და ასე უნდა იყოს მე ვფიქრობ, ნორმალური არის ეს, როცა შენ გჭირდება ძალების აღდგენა, ბავშვს კიდე ჭირდება 100%-იანი ყურადღება და ის, როდესაც შენ სხვა რაღაცებს აკეთებ და გიწევს სხვა რაღაცების კეთება, ეს ნიშნავს, რომ შენ აკლებ არა შენს თავს, არამედ იმ ბავშვსაც აკლდები შენ ისეთი როგორიც ხარ, ისეთი როგორიც ხარ დასვენებული ადამიანურ პირობებში, ასე ვთქვათ, აქ ფუფუნებაზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა. თუმცა ახლა ფუფუნება არის, რომ ყველაფერი იყოს წესით და რიგით, როგორც არის საჭირო. ამიტომ მინდა ვუთხრა მას, რომ სულაც არ არის ეგრე, რომ ყველაფერს ისე გადალახავ, რომ არაფერზე არ გიწევს უკან დახევა. როცა ვფიქრობ, რომ ყველა კარგად იყოს, ყველას გავუკეთო ის, რაც რავალდებულება და პასუხისმგებლობაც გაქვს და გაქვს ის შეგრძნება, რომ ამ დროს შენზე არავინ ფიქრობს და მე ზუსტად მივხვდი, რას მეუბნებოდა. ყველაფერი იდეალურად არის, იმიტომ რომ შენ მთელი შენი ენერგია, რესურსი, ყველაფერი ჩადე. იდეალურად რა შეიძლება ახლა სახლი არ იყოს იდეალურად დალაგებული, მე სხვა რამეს გულისხმობ, როცა ადამიანებს აქვთ ემოციური, ასე ვთქვათ, საზრდო შენგან. ბავშვი იქნება ეს,
შენს გვერდით მყოფი ადამიანი იქნება ეს მეგობარი, ოჯახის წევრი, სამსახურში თუ დადიხარ, ყველა ადამიანი შენგან რაღაცა ემოციურ საზრდოს ყებულობს მინიმუმ. თუმცა ეს არის ძალიან ეს არ არის მინიმალური, ეს რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც აგრესიის მაღალი მაჩვენებელია, თუ გაიხედებით და დააკვირდებით არა მარტო სოციალურ ქსელებში, ისედაც. ამიტომ არა, მე ძალიან ბევრს ვტირი ხოლმე და ეს არ არის თავის შეცოდება არავითარ შემთხვევაში, არც საკუთარი თავისთვის. მე ვიცი რა არის ემოციების გამოხატვის მნიშვნელობა. წლების წინ გავიგე ეს, როდესაც მართლა მეგონა რომ რა მატირებს მე, ანუ რატო ვტირი, როცა ისეთი ვთქვათ რამე ისეთი არ მოხდა, მაგრამ მე რაღაცა პატარა რაღაცაზე მეტირებოდა და შემდეგ რაღაცეთ მოვიძიე და სხვა დროს ჩავწეროთ ვიდეო ემოციების გამოხატვის მნიშვნელობაზე, რომელი ემოცია საიდან როგორანაირად არის და როგორ ილექება ჩვენს არსში და მე როგორ გამოიხატება, თუ რა თქმა უნდა მისცემ ამის საშუალებას და თუ არ აძლევ, შემდეგ უკვე სხვანაირად გამოიხატება და ეს სხვანაირად ყოველთვის ძალიან ცუდ რაღაცებს მოიზიდავს ჩვენს ცხოვრებაში, ისე რომ ვერც კი გავიგებთ და შეიძლება ძალიან ისეთი ადამიანებიც იყვნენ, მათ შორის ადამიანები ან მოვლენები ისეთი, რომ შენ თვითონაც გაგიკვირდება, როგორ შეიძლება რომ შენ ამ ყველაფერთან რაიმე საერთო გქონდეს, მაშინ როდესაც შენ ცხოვრების აზრი, შენი თუნდაც სულისკვეთება, შენი ვთქვათ ინტერესები აბსოლუტურად ახლოსაც კი არ არის ამ ყველაფერთან, რაც შეიძლება რომ შენ შეგეხო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდე, აუცილებელია გაიხსენო. როგორ მოხვედი აქამდე და რა არ გაგიკეთებია. რა გააკეთე ეს გასაგებია. ბევრს იბრძოდი რაღაცებს აკეთებდი, მაგრამ მე დავფიქრდი ამაზე, რომ აუცილებელი ყოფილა თურმე იმის გახსენება, რა არ გაგიკეთებია იმისთვის, რომ კარგად უკეთესად გეცხოვრა. უკეთესი ცხოვრების ხარისი გქონდა და მაშინ, როდესაც შეგეძლო რაღაცები გამოგეყენებინა და თუ შენს ცხოვრებაში როცა შეგეძლო, თუნდაც მატერიალური სარგებელი მიგეღო, თუნდაც სხვადასხვა რაღაცა ისეთ ადგილებში აღმოჩნდი, შემთხვევით იყოთ როგორც იყო, შეიძლება ეს იყოს ცდუნება რამე, რომ რაღაცა გაგიკეთებინა ისეთი, რაც არ ჯდებოდა შენს პიროვნებაში. ხო, შენ შეგეძლო ეს, მაგრამ არ გააკეთე სანაცვლოდ, კარგი ცხოვრებისა, სანაცვლოდ რაღაცისა, იმიტომ რომ ესე მიგაჩნდა, ეს შინაგანი არის რაღაცა ეტყობა, ასეთი, არ ვიცი, მე ვფიქრობ აღზრდის შედეგიც არის, მაგრამ სხვანაირადაც ხდება ხოლმე, რომ ადამიანებს ახლა ასწავლიან რაღაცებს ბავშვობიდან, მაგრამ ისინი ხო ირჩევენ, მე ყველა ადამიანი მაინც ირჩევს, როგორი იყოს თვითონ. ხო და ეს უნდა გახსოვდეს, რომ შენ იმისთვის რომ რაღაცები ცხოვრებაში გქონოდა, არ გაგიკეთებია ისეთი რამე, რომ უფრო მეც დაკარგავდი, ვიდრე შეიძენდი. შეიძლება ვიზუალურად გქონოდა ყველაფერი უფრო მეტი, მაგრამ ახლა კი, როდესაც მე მაგალითად ძალიან ბევრი რამე არის, რაც მინდა რომ მქონდეს და ვიცი რომ იქნება, სამაგიეროდ ის არ დამიკარგავს, რასაც მე ვერავინ ვერ მომცემს საკუთარი თავის გარდა და ვერც ვერსად ვერ ვიშოვი, ვერც ვიყიდი. ამიტომაც ვაფასებ საკუთარ თავში,
იმ რამოდენიმე თვისებას, რასაც ქვია არასოდეს არ გავყიდი ჩემს შინაგან რაღაცა ისეც, რაც ყველაზე ძვირფასი და ღირებულია და რაც მე მომყვა, ალბათ დაბადებიდანაც უნდა გქონდეს ეს რაღაც ნაბერძგალი, რომელიც შემდეგ უკვე როგორ გაღვივდება. ხო და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც შეიძლება მინდოდეს, მე არ ნანობ იმას, რომ რაღაცეებით არ ვისარგებლე ცხოვრებაში. არ ნანობ, იმიტომ რომ დღეს ყვაყოფილი ვარ მაგით. ხანდახან კი მიფიქრია ძალიან რთულ პერიოდებში, რომ რატო არ ვიყავი უფრო ისეთი ან ასეთი, მაგრამ საჭირო იყო, იმიტომ რომ აქამდე მოსულიყავი ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემს საკუთარ თავთან, რომელიც ახლა მადლობას მეუბნება. ხო, სამაგეროდ შეიძლება ახლა რაღაცების ისე გაკეთება, რომ რაზეც ოცნებობ, რაც გინდა რომ გქონდეს, მიაღწევებას. ასე, დიახ, არის ხოლმე ისეთი მომენტები, რომ ვერაფერს ვერ ვფიქრობ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, არ მესმის, რატომ ხდება ისე, რომ მე ყველაფერზე 100%-ით ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ან პარლის ნახეთ, აქ ეს ყვავილები ხოჭავდი და ასტატებია ეზოში მოუწვიდე. ამის გადაგდება არ მინდა. სანამ ბოლომდე არ დაცვივდება, ცვივა ეს ყვავილები, ესეც ცვივა და არ უყრე. ხო, არ ვიცი ეს რამეს ამბობს თუ არა, მაგრამ ესე ხდება, რომ ხანდახან ზოგიერთი ადამიანი გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, უფრო ემოციურად ეკიდება ყველაფერს, რაც არ უნდა გვაძახონ, რომ არ შეიძლება ზედმეტი ემოციურობა. მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება რომ იძახიან, მაგიტომაც ძალიან გულგრილი, ისედაც ძალიან აგრესიული და გულგრილია ხალხი და ახლა წარმოიდგინეთ, თვად ისე რომ გავაკეთოთ, როგორც გვეუბნებიან და კარნახოლმე ვასწავლიან ქოუჩები და კიდევ ნახევარ საუკუნეს გადამწდარი, ან რა ვიცი, თითქმის მთელი ცხოვრება განვლილი რო აქვთ ისეთი ადამიანები, იშვიათად, მაგრამ მაინც გამიგია, რომ მე ეს არ გავაკეთე და მე გირჩევ, რომ შენ გააკეთო. ეგეთ რჩევებს მე არ ვუსმენ. იმიტომ რომ ის ისე ამბობს ახლა, მაგრამ უკვე რომ დააბრუნო, მაინც არ გააკეთებდა ალბათ. ხო, ამიტომ ჩემო ლამაზო, იცოდე, რომ შენ რომ ზრუნავს სხვებზე და გაქვს განცდა, რომ ახლა რატო არ ფიქრობენ ისინი ჩემზე. იმათმა არ იციან, შენ რამდენს აკეთებ, ვერ ხვდებიან, ეს თითქოს ესეც უნდა იყოს. მე რო გამოვდივარ ახლა, სასეირნოდ გავდივარ, გავაღებამ ჭიშკარს, ეს ჭიშკარი აქ უნდა დამხვდეს, ხო? ეს ესე უნდა იყოს. მივდივარ ამ ქუჩაზე, ის ხეები მიყვარს ძალიან და ეს ხეები იქ იყო. მე არ დამირგავს, ეს თავისით გაიზარდა, ან ვიღაცამ მოუარა, ხო, და მე ძალიან მომწონს და ვტკბები და ახლა მეორე დღეს რო არ დამხვდეს, აქ რატო არ არის ეს ხე? ესეც კი შემაწუხებს. ხანდახან შეიძლება რომ ტიროდე და ვიღაცამ გვერდი ისე აგიაროს. ხდება ხოლმე, რომ ადამიანები იმდენად არიან ჩაფლულები თავიანთ ცხოვრებაში, რომ შეიძლება ესეთი რაღაც ვერ შეამჩნიონ. მე მესვი შენი, მე მესვის ყველა იმ გოგოსი, ვისაც არ უნდა აღიზიანებდეს ესეთი, საერთოდ არ მესვის რატო აღიზიანებთ, მაგრამ კარგი, მე მესვი შენი და მესვის ყველა იმ ადამიანის, რომელიც ზრუნავს ირგვლივ მყოფ
გარემოზე, სახლზე, იმაზე რაც მისთვის ვერფასია, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა თუ ახლა გაღიზიანებულია, თუ არ არის ხასიათზე, თუ გამოუძინებელია, თუ პრეტენზია აქვს, თუ შენ მაინც მოგიწევს ამის გაკეთება, იმიტომ რომ თუ შენ გიწევს მარტო ამის გაკეთება და ისე რომ აი ამ სიმძიმეს ვერავინ ვერ ხვდება, მაშინ რაღაც ჩემს ცხოვრებაში დადგა ეგ პერიოდი. საბოლოოდ შეიძლება არა, მაგრამ ჩემთვის ეს არის მთავარი გამოსავალი. მე ვუთხარი ჩემს თავს ერთხელაც და იმის მერე სულ ვუმეორებ. ეს შეიძლება ცუდი იყოს, მაგრამ თუ ვინმე იქნება ისეთი, ვინც დაგინახავს, შეგამჩნევს, იგრძნობს შენს არსებობას, ისეც როგორიც ხარ და დააფასებს ამას, იქნება. თუ არ იქნება, მე მარტო ვარ და ძალიან კარგად ვარ. აღოდ მართლა, რომ დავაკვირდი ყველაფერი, რაც ახლა მე ჭირდება, იმის მოგვარება შეიძლება იმდენად სწრაფად და მარტივად, ვიდრე რომ შევადარო, რომ ეხლა მე მჭირდებოდეს შინაგანად ის ყველაფერი ეხლა რაც მაქვს, რო არ მქონდეს, აი წარმოვიდგენ და გეფიცებით, რომ აი არავითარ შემთხვევაში არ ავირჩევდი, რომ ეხლა მქონდეს სამსართულიანი სახლი, მაგრამ აი ეს ყველაფერი რაც ვარ და როგორიც ვარ, მე არ ვიყო. წარმოიდგინეთ. ამიტომ მინდა გითხრა, რომ ძალიან მიხარია, რომ შენ, რომელიც მე ვფიქრობ, შენი გაცნობის პირველი წამიდან ვიგრძენი, ვფიქრობ, რომ ხარ ძალიან საინტერესო, ძალიან ჭკვიანი, ემპათიური, გაგაჩნია საკუთარი აზრი, აი ყველანაირად. და რომ უცნაური გრძნობა მქონდა, როცა წავიკითხე, იმიტომ რომ ვფიქრობდი ყოველთვის, რომ შენ გაცილებით ხო, შენგან მე უნდა ვისწავლო. შენ ჩემთვის მაგალითი ხარ და როცა ეს სიტყვები წავიკითხე, რომ აი შენ რაღაცა შექება, აი უბრალოდ გეფიცებით იმდენად იშვიათად მესმის ეს, რომ წავიკითხე, გადავიკითხე, კიდე მეთქი მართლა მე მეკითხე მორჩევას და მართლა მე მეუბნება ამ სიტყვებს, არა ვიცი მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, მაგრამ ეს ტექსტი იყო აბსოლუტურად სხვა. მე უკვე, რა ვიცი, ალბათ 2 კვირა ვფიქრობ, მეტი შეიძლება არ მახსოვს ახლა ზუსტად. ხო და მადლობა. იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ცოტათი დავაფასე ჩემი თავი, ეგ სიტყვები რო წავიკითხე, სადაც შენ უბრალოდ მიხსნიდი რაღაცას და თან რაღაცა განა შეფასებაზეა, მე კი არ ველი რომ ვინმე შეაფასოს ჩემი, არა, შეფასებაზე არა, შემჩნევაზეა. ესე იგი ვიღაცა მიიგრძნო, ვიღაცამ დაინახა, ეს რა რთული იყო და ეს როგორ შესრულდა, როგორ გაკეთდა ეს ყველაფერი, როგორ შენს ვფიქრობ, რომ ძალიან სწორ გზაზე დგახარ და საერთოდ მთავარი ყოფილა სწორ გზაზე დადგე. და ამ სწორ გზაზე დადგომას ყოველთვის ხელს უშლის დაბალი თვითშეფასება, უსიყვარულობა, რა სიყვარულიც დაგაკლდა, მზრუნველობა, ეს დანაკლისები ბავშვობის სწორ გზაზე დადგომას უშლის ხელს, არის აი პირველი მტერი და ამიტომ საკუთარი თავის შეყვარება დაგაყენებს რაღაცა იმ გზაზე, გეს მაინც აიღებ, მოკლედ და თუ გეტირება იტირე, მე ვტირი, ვიცოდეთ რომ მე ბევრს ვიცინი კიდეც ვტირი, ყოველთვის როცა მეტირება ვტირი, ბავშვი მხედავს, ხან გავალ სადღაც, არ მიყვარს ვინმეს ვუთხრა ეს, მაგრამ თუ ახლა საჭიროა ვამბობ, ხო ხდებით?
თუ საჭიროა გაზიარება, რომ ვიღაცამ არ იფიქროს, რომ მე ახლა ისეთი მაგარი ვარ, ვჩხუბობ კიდეც, ხმასაც უწევ, როცა საჭიროა ვტირი კიდეც და რა ვიცი, ადეკვატურობა არის ის, ადეკვატურობა რა არის იცით? ის კი არა, რომ სულ მშვიდად იყო. ადეკვატურობა არის განიცადო ყველაფერი ისე, როგორც არის. ცუდი დღეა დღეს, ეს დღე ცუდი დღეა და ეს უნდა აღიარო და ეს უნდა განიცადო. არა ისე, რომ აი დღეს ცუდი დღეა, მაგრამ მოდი მე ამას არ შევიმჩნევ და მოდი ვითამაშებ, რომ ვითომ კარგი დღეა. რა თქმა უნდა, რაღაც მომენტებში მომგებიანია, რომ დააჯერო შენ თავს და ძალიან არ ჩაეფლო ამაში, მაგრამ ზოგადად ჯობია, რომ ყველაფერი ისე განიცადო, როგორც არის. შეიძლება ვიღაც რაღაც გაქცევის საშუალებებს ეძებდეს, ზოგი ხო, წავას აცეკვავ, გაერთობა, ეგ სხვა არის კიდე. მაგრამ რაღაცის განცდა ძალიან კარგია იმისთვის, რომ მიხვიდეს სწორ განცდებამდე, დამშვიდდე, დაბალანსდე. და ეს მომენტიც, რომელიც შენ აღწერე, მე მქონია ძალიან ბევრჯერ და მაქვს კიდევაც და ვიცი, ესე არ უნდა იყოს, რაღაცა არ უნდა იყოს ესე. მაგრამ რადგან ესეა, ესე იგი ეს ყოფილა ჩემი გაკვეთილი ან გამოცდა ან რაღაცა, ესე იგი მე რაღაცა ესე უნდა გავაკეთო. აქ ჯერ კიდევ ვარკვევთ ყველაფერს. მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ დამინახე. მე შენ დაგინახე თავიდანვე. მადლობა. წავედი ახლა სტრიმი უნდა ჩავსვა, ძალიან გამიგრძელდა და აქეთ მესიჯები მოდის, მშვიდობა გაქვს, კარგად ხარ, იქით სმაილები, სიცილები, არა და სანამ ჩავთავდი კამერას, ცოტას ვილაპარაკებ და თან მივწერე ჩემს ბიძაშვილს, რომ ეხლა ჩავთავ მეთქი სტრიმს და გამიგრძელდა. ესეა ხოლმე, კამერას ჩავთავ, საერთოდ არ ვიცი რას ვლაპარაკობ. არა, მე ვიცი რას ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი მე ვიცი და იმიტომაც ვლაპარაკობ, მაგრამ წინასწარ არ ვიცი რას ვიტყვი. არაფერიც არ ვიცი და აქ არაფერი არ იქნება, არც დაჭრილი, არც რამე, ორჯერ გამეთიშა და მაინც გაგრძელდება ერთმანეთს. ხო, არაფერი ისეთი არ იქნება. კარგი გოგო ხარ, ძალიან მიყვარხარ, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. და ხო, მე კარგად ვარ. როდესაც ცუდად ვარ, ერთი ესე იგი რაღაც საკითხში რო არ ცუდად, ერთ რაღაცას მივხვდი. უკეთესად მაგზნობინებს თავს ის, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, ეს განწყობას გამიფუჭებს თუ რაღაცა, აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მე ჩემს გზაზე უნდა წავიდე ესე სწორად. ასე უნდა ვქნა. მადლობა, წავედი, გავიქეცი. და გახსოვდეს, რომ შენ ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან კარგი ხარ, კარგი გოგო ხარ, კარგი დედა ხარ და საინტერესო ადამიანი ხარ. გახსოვდეს.